ვცადოთ რამდენიმე ზარმაცი აჩმის რეცეპტი და ნახოთ რა გამოგვივა. დაგვჭირდება 1 ცალი ფურცლოვანი ცომი. ამ ზომის ნაჭერს ჯერჯერობით დავტოვებ დაუჭრელად, რათა პირველი და ბოლო ფენისთვის 1 ფირფიტა ამოვაცალო. ავიღოთ ფორმა და გადავუსვათ გამდნარი კარაქი. მოვათავსოთ ცომი, მოვასხათ გამდნარი კარაქი. შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი ცომი, გადავანაწილოთ. დასანამად დაგვჭირდება 2 ცალი კვერცხი, რძე 200 გრამი, მინერალური გაზიანი წყალი, ასევე 200 გრამი, ზეთი, ციკვი მარილი, ცოტაოდენი გამდნარი კარაქი. დავთქვიფოთ. დავნამოთ ჩვენი ცომის ფენები. შემდეგი ფენაა გახეხილი იმერული და სულუგუნი. იგივე. და ზემოდან მოვათავსოთ ისევ ჩვენი დაჭრილი ცომი. ახლა მოვასხათ დარჩენილი ზე კარაქი და ღუმელში გაშვებამდე აუცილებლად დავჭრათ ზარმაცი აჩმა. და გავუშვათ ჩვენი აჩმა გამოსაცხობად დაახლოებით 35-40 წუთი და 5 გრადუსზე.